გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. ოპოზიცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ რა განცხადებები გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა საგამოძიებო კომისიაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განიხილეს. მთავრობის ორი ინიციატივა, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს კერძო სუბიექტები აღარ განახორციელებენ. სრულ პასუხისმგებლობას აიღებს სახელმწიფო, რომელიც კონკრეტული დაწესებულებების მეშვეობით მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს. პარალელურად გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. ასევე სრულად აიკრძალება კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიც არის მეტადონი და ბუპრენორფინი. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად აღგრძელოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ. ძალზე მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ. კაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება, ეგრეთ წოდებული ლეგალური ნარკომანიის სასახალისებლად. მეორე ინიციატივა ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენებას უკავშირდება. დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიგრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. კერძო სუბიექტების მიერ იმპორტი აიგრძალება, რაც შეეხება რეცეპტის გამოწერას, როგორც აქამდე ხდებოდა, ისე მოხდება. როდესაც იმპორტიორი არის ერთი კონკრეტული კერძო სუბიექტი, მას აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ მაქსიმალურად გაზარდოს რეალიზაცია. ეს თუ ჩაიგეთება, ამ შემთხვევაში გამარტივდება ფსიქოტროპული მედიკამენტების პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა. მთავრობის ინიციატივებზე კეთდება შეფასებები, რომელსაც სოფო ბერიძე გაგვეცნობს. დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით მედიამ უკვე მოვისმინეთ განმარტებები ჯანდაცვის მინისტრისგან. მიხეილ სარჯოლაძე საუბრობს იმის თაობაზე, რომ არც ერთი ბენეფიციარი საჭირო სერვისის გარეშე არ დარჩება და ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. ეს ეხება ბუნებრივია ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას და როგორც მინისტრმა დღეს განმარტა, სერვისი ცვლილებების შემდეგაც იქნება უცვლელი, ანუ ის შედგება ამ ეტაპზე როგორც უფასო, ასევე ფასიანი კომპონენტისგან და შესაბამისად სერვისი დარჩება უცვლელი, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ ამ ცვლილებების მთავარი მიზანი არის ხელმისაწვდომობა და არა სხვისი გამდიდრება. არც ერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება კონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე. პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო და სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს იმაზე იმავდროულად, რომ ეს სერვისი იქნება მიწოდებული იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული იქნეს ის სტანდარტი, რაც აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. თვითონ სერვისის დიზაინი, რაც შეეხება იმას, როგორი იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, ის დარჩება უცვლელი, რა თქმა უნდა, იქ სადაც იყო უფასო კომპონენტი, დარჩება უფასო კომპონენტი, სადაც იყო ფასიანი, იქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარჩება ის უცვლელად, მაგრამ რასაკვირველია, რომ ეს იქნება მაქსიმალურად ორიენტირებული ხელმისაწვდომობაზე, საჭიროებაზე.
მთავრობის ინიციატივებს ექნება პარლამენტის სრული მხარდაჭერა. ეს ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაწერა, რომელიც ამბობს, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეს ინიციატივა და პარლამენტი იზრუნებს იმაზე, რომ წინადადებები უმოკლეს ვადებში იქცეს კანონად. დამატებით მამკამ დინარაძე წერს იმასაც, რომ ამ და მსგავს სხვა ინიციატივებს საზოგადოების მხარდაჭერა ჭირდება, რათა ყველაფერი გაკეთდეს მომავალი თაობების გადასარჩენად. საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ცვლილებები უმოკლეს ვადებში იქნება მიღებული. აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და მას სახელმწიფო განახორციელებს. პროგრამებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას გავიტანთ მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. ასევე აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა კერძო კომპანიების მიერ. დაწესდება მკაცრი კონტროლი ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტების გამოწერაზე. ამ და მსგავს ინიციატივებს საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თაობების გადარჩენისთვის და ამაზე არავინ იზრუნებს ჩვენს გარდა. ეს მხოლოდ საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შედის. ახალი ინიციატივა მეტყველებს იმაზე, რომ უქმდება კერძო ნარკო სამკურნალო დაწესებულებები, იქნება მხოლოდ ერთი სახელმწიფო სრულად თავის დაქვემდებარების ქვეშ მოაქცევს ყველა პროგრამას. პროგრამა არც ერთი არ გაჩერდება, როდესაც აიგრძალება კერძო პროგრამები სამკურნალო, მოხდება ეს ყველაფერი ერთობლივად სახელმწიფოს ქვეშ მოქცევა ამ პროგრამების. დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სრულად აკრძალოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და ამ პროგრამის განხორციელების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იღებს სწორედ სახელმწიფო. ასე მოხდება მაშინაც, როდესაც საქმე ეხება ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, კერძოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის უფლება ქვეყანაში მხოლოდ სახელმწიფოს ექნება და პაციენტებამდე ამ ტიპის მედიკამენტების მოხვედრაზეც პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა. კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ასიაფასებს მთავრობის მეთაური ოპოზიციის სურვილს და მცდელობას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებების გამო ოპოზიცია ხალხის თვალში დისკრედიტებულია. ეს კამპანია გრძელდება. კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაზეც საზოგადოებამ გააკეთა საკუთარი შეფასება, როდესაც 2024 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მკაცრი პასუხი გასცა რადიკალურ ოპოზიციას. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია ხალხის თვალში არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული. ამ კამპანიას აქვს ერთ-ერთი საფუძველი. ეს არის ის, რომ ისინი არიან აგენტები. ისინი ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან შესაბამის უცხოურ სუბიექტს. 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანო ქმედებებზე იმსჯელეს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. ოპოზიციის საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მაკაბოჭორიშვილმა კონკრეტულ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება და ასახელა იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. მაკაბოჭორიშვილის თქმით, ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის დღესაც, როცა ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოელის. ინიცირებამ სურდა გამეკეთებინა რეზოლუციისთვის, რომელიც ევრონესტის ფარგლებში შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. ტექსტი იყო აბსოლუტურად სამი ქვეყანაზე მორგებული, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, შეეხებოდა სამი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა, საკმაოდ ძლიერი გზავნილი საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ამ ტექსტში ჭირდებოდა სამი ქვეყნის დელეგაციის თანხმობა ან 10 ხელმოწერა არ ყოფნიდა საქართველოს და მოლდოვის დელეგაციის, ქართული ოცნების და მოლდოვას დელეგაციის რაოდენობა. უკრაინის დელეგაციამ მაშინ უარი გითხრა, ხარი დაეჭირათ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასაც ეხებოდა.
და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დელეგაციის სხვა წევრების, ესენი იყვნენ ვაშაძე, წითლიძე, როგორც მახსოვს, ბოტკოველი და კორძაია, მათი ხელმოწერები და მათგან ესე იგი ორდღიანი, ასე ვთქვათ, თხოვნის მიუხედავად და შეთავაზების მიუხედავად მათ ეს არ გააკეთეს ევრონესტის შეხვედრა დასრულდა იმ რეზოლუციის გარეშე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ინსტრუმენტი რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ და შეიძლება იყოს გამოყენებული იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მათ შორის ის ორგანიზაციებიც და ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები აქტიურად ლობირებენ ამ თემას ბრიუსელში ეს თქვენ გახსოვთ შარშან შემუშავდა სხვადასხვა ვიზიტების დროს მათ შორის იყო მახსოვს სამადაშვილიც იყო მახსოვს ვაშაძეც ბრიუსელში იყო თუ არ ვცდები ზურაგირჩი ჯაფარიძეც საჭირო იყო თემა რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნებზე ეხლა ეს რეალურად მოახდენს გავლენას თუ არ მოახდენს მეორე საკითხია ასევე ეგონათ კანდიდატის სტატუსისარმოცემით ამოყირავდებოდა ქართული ოცნების ხელისუფლება რაღაცნაირად არის რეზერვში და ჩვენ ხედავთ გააქტიურდნენ არაერთხელ ახსენა ეს თინაბე კუჩავამ სხვაებიც ახსენებენ რომ ვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი რასაც ისინი მოელიან გეუბნებოდნენ ევროპელები რომ ჩვენ არ მოგცემთ სტატუსს მივცემთ მოლდოვას და უკრაინას და აი მერე ვნახოთ ის 85% ქართველებისა ვინც ევროინტეგრაციის მომხრეა ქართულ ოცნებას რას უზამს ეს თქვენი ნათქვამია ვინ გეუბნებოდათ ამას დღეს ევროკომისარია ეს ადამიანი ყველამ კარგად იცის ევროპარლამენტარი რომელიც შემდეგ გახდა ევროკომისარი საქართველოს დაუძინებელი მეგობარი ანდრიუს კუბილიუსი ჩემი მხრიდან გამომარტავთ. კი, ალბათ დროა რომ გადავიდეთ იმაზე, რომ თქვათ, რომ დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა, ნახოთ როგორ იქნება ჩვენი დასკვნა. შეურაცხყოფას და ცილის წამებას ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში უნდა დაუპირისპირდეს ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე გააკეთა კომენტარი. არავითარი სხვარი აღარ აქვს, არც შეურაცხყოფას, არც ცილის წამებას და ეს არის საზოგადოების პრობლემა. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული დავუშვათ პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას, ცილის წამებას, ყველა მანკიერ გამოვლენებას ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ, ბუნებრივია ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ჩვენ რაზეც მსჯელობთ, ყველაფერი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან, ამ ძირითადი უფლების ფარგლებში ყველა საჯარო ზომა უნდა იყოს ბუნებრივია მიღებული. 85 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად ზუსტება ცილის წამების განმარტება. თუ აქამდე მტკიცების ტვირთი ცილის წამების ობიექტზე იყო, ცვლილების შედეგად მტკიცების ტვირთი გადადის ცილის მწამებელზე. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შესაბამის ბალანსი აქ არ არის არც ერთ უფლების პრიორიტეტზე საუბარი ბალანსი იქნეს დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დადგენილ სიკეთეებთან მიმართებით იცვლება ცილის წამების განმარტება ის ფაქტი რომ პიროვნების მიმართ გავრცელებულია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება თავისთავად არის პირისათვის ამავდროულად ზიანის მიმყენებელი. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს როგორც ცილის წამების ავტორს სასამართლოში თავად დაეკისრება იმის მტკიცების ტვირთი რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ. იმ ადამიანს რომელმაც გარკვეულწილად გადაკვეთა წითელი ხაზები და ადამიანის შესახებ გაავრცელა ისეთი ინფორმაცია რომელიც მას სახელს უტეხს და ასეთად თulis ეს პიროვნება და შეიტანა სათანადო სარჩელი სასამართლოში მას მოუწევს უკვე იმის მტკიცება ეს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს იმის გააზრება რომ ცილის წამების შემთხვევაში მცდარი ინფორმაციის და ტყუილის გავრცელების შემთხვევაში გამავრცელებელსვე მოუწევს ამ ყველაფერზე თავის მართლება და მტკიცება რამდენად მართალი იყო ისე როცა ამას ავრცელებდა გარკვეულ პრევენციულ ზომებს მოახდენს სამომავლოდ შესაძლოა დამკიცდება ცილის წამება შემდეგი საფეხური რა არის და ეს როგორ იქნება
გრადუირებული. თვითონ ცილის წამება უკვე ზიანის შემცველი ფაქტია და ზიანი დამდგარია, როგორც სასამართლომ უნდა მიიღოს გაწოდება. როდესაც სარჩელი აღიზრება სასამართლოში, რადგანაც ეს არის სამოქალაქო დავა, მოსარჩელე ამ შემთხვევაში ადრესატი ცილის წამების, ვინც თulis რომ ცილი დასწამებს, თვითონ აფასებს ცილის წამების, ანუ ამ ზიანის ფარგლებში რა მორალური ზიანი მიიღო მან და როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ყველაფერი მისი მხრიდან. როდის იყო ეს კანონი მიღებული იმ სახით, როგორი სახითაც დღეს არის? 2004 წელს, იმიტომაც კი ამას ფოკერია რამიშვილის ეგრეთ წოდებული კანონი და მოგეხსენებათ ახლა ეს რა დრო იყო ამ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის საკითხი, როდესაც მათ ჰქონდათ სრული კარტბლანში, იღებდნენ ისეთ კანონებს, როგორც სურდათ, ირგებდნენ საკუთარ პოლიტიკურ ტანზე კონსტიტუციებს. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. გაცრდება რეგულაციები მოსამართლეზე ზემოქმედებასა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაზე. ცვლილება ეხება სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზში, ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღებას და ტრანსლაციას, რაც მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე გახდება შესაძლებელი. ხედავთ, რომ სასამართლო პროცესებში პირები ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების განხორციელებას და ყველანაირად ცდილობენ, რომ შოუ დადგან პროცესების მიმდინარეობის დროს. ფართოვდება კომუნიკაციასთან მოსამართლესთან არაკანონიერი კომუნიკაციის აგრძელვასთან დაკავშირებული ცვლილებები პირდაპირ ფართოვდება. ამავდროულად მიეთითება, რომ ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით ვერბალურად უხამსი ქმედები და ასე შემდეგ, მათ შორის საჯარო სივრცეში მოსამართლისადმი გამოთქმული უპატივცემულობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ცვლილებების მიხედვით ამავდროულად ერთი საკითხია, რომელზედაც ინსინუაციები მოვაწყვეს, რა თქმა უნდა, არც გასაკვირი არ იქნებოდა, სხვანაირად როგორ შეიძლება, ეს არის სასამართლო სისტემა, სასამართლოს ხდომის მიმდინარეობისას, სასამართლოს შენობაში, სასამართლოს დარბაზში, სასამართლოს ეზოში, ფოტო, კინო, ვიდეო გადაღებასა და ტრანსლაციასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება ან ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. ამავდროულად სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეო გადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს, ბალანსი უნდა იყოს დაცული ერთი მხრივ მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობასთან და მეორე მხრივ ხალხის მიერ ინფორმაციის მიღების უფლებასთან. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ცვლილებები სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას ემსახურება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ემსახურება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გამტკიცებას. თქვენ გახსოვთ, როგორი პროცესები წარიმართებოდა პირდაპირ უხეში ჩარევის ფაქტები. ძალიან კარგად გახსოვთ, როგორ დაიბარეს მაგალითად ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა, უბრალოდ როგორ დაიბარა ერთ-ერთი მოსამართლე ბატონი ჩხიკვაძე და როგორ მოთხოვა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ისიც გახსოვთ, რომ მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლიანობა. არავის ამერიკის საელჩოდან ამ უხეში ჩარევისთვის სამწუხაროდ პასუხის საზოგადოების წინაშე არ გაუწია. ყველა ეს ცვლილება, რომელიც არის ასახული კანონ პროექტში, რომელსაც განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ყველა ეს ცვლილება ემსახურება სწორედ სასამართლოს და ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმიანება ერთიანი ნეიტრალური საქართველო. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონის გამკაცრება დროულია და აუცილებელია მისი ეფექტიანი აღსრულება. მივესალმებით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირებას. მიგვაჩნია, რომ კანონის გამკაცრება და შემდგომში ეფექტიანი აღსრულება უზრუნველყოფს მართლმსაჯულების პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვას. აშკარაა, რომ ქუჩაში ძალადობის რესურსის ამოწურვის შემდეგ დესტრუქციულმა ოპოზიციამ სასამართლოს დარბაზებში გადაწყვიტა სატელევიზიო შოუების დადგმა.
სისტემური სახე მიიღო მოსამართლეების შეურაცხყოფამ, პროცესების ჩაშლის მცდელობებმა, მანდატურებზე, პროკურორებზე, ასევე მოწმეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებმა. ეს ყოველივე ხორციელდებოდა პარტიული ტელევიზიების კამერის ობიექტივისთვის, იმისთვის, რომ საზოგადოებაში ხელოვნურად შექმნილიყო სასამართლოში ქაოსის და უმართავი პროცესების დაბეჭდილება. წლებია, რაც სასამართლო სისტემა ქვეყნის გარედან მასშტაბური შედევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სახელმწიფოს მტერებმა ვერ მოახერხეს სასამართლოს ხელში ჩაგდება, მათ წამოიწყეს ინსტიტუციის დისკრედიტაციის და მასზე ზეწოლის მრავალი მეთოდის ამოქმედება. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ადმინისტრაციამ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად დაუწესა სანქციები მოსამართლეებს, გამოყენებული იქნა სხვა სადამსჯელო ღონისძიებები. მუდმივად ხდება მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების ბულინგი. საზოგადოებას ახსოვს, როგორც ცდილობდნენ უცხოური ძალები ეგრეთ წოდებული ვეტინგის თავსმოხვევას, რაც სისტემის პარალიზებით საბოლოოდ კი მათ ხელში გადასვლით უნდა დასრულებულიყო. შეგახსენებთ, რომ ბრუმინეთში სწორედ სასამართლოს მეშვეობით მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების Deep State-ისთვის არასასურველი შედეგის გაუქმება. ეს და სხვა ფაქტებიც ხატყობს იმას, თუ რატომ არის სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო სისტემის კონტროლი Deep State-ის სახელმწიფოებში უპირველესი ამოცანა. სასამართლო სისტემის და მისი დამოუკიდებლობის დაცვა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულების საკითხია. სწორედ ამიტომ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში სასამართლოში ქცევის ძალიან მკაცრი წესები. კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესადანი ცვლილებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის, ასევე მართლმსაჯულების პროცესის მშვიდ ვითარებაში განხორციელების უზრუნველყოფაში. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ხელს სამართალდამცველს ზვიად რატიანი. კადრებში ჩანს, რომ სწორედ ამის შემდეგ აკავებენ მას უკვე პოლიციელები. გავრცელდა კადრები, რომელიც სრულიად შემთხვევით ქუჩის კამერით არის დაფიქსირებული, სადაც ჩანს თუ რატომ მოხდა ზვიად რატიანის დაკავება და კერძოდ ჩანს, რომ იგი პოლიციელთან მივიდა, მას ესაუბრებოდა და ხელი გაარტყა პოლიციელს. ანუ სამართლებრივად ეს არის თავდასხმა პოლიციელს. კამერით გადაღებულ კადრში ჩანს ისიც, რომ ის პიროვნება, ვინც გაავრცელა ზვიად რატიანის დაკავების კადრები, ასევე იღებდა იმ ფაქტსაც, თუ რატომ მოხდა მისი დაკავება. ეს ყველაფერი ერთ მარტივ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყო, ანუ საზოგადოებას ატყუებენ, დეზინფორმაციას ახდენენ ფაქტების და რატომ? იმიტომ რომ ყველაფერს ამას ისე მოაყოლონ შეფასებები, თითქოს პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, თითქოს დიქტატურა მყარდება ქვეყანაში. ნატოს სამიტზე კომუნიკეში საქართველოსა და უკრაინის გაწევრების შესახებ ჩანაწერი აღარ გაკეთდება. ამის შესახებ სტატიას New York Times-ი აქვეყნებს. სტატიაში წერია მარკ რუტეს განმარტებაც. ალიანსის გენერალური მდივანი განმარტავს, რომ ვალდებულებების გამეორება საჭირო აღარ არის. საკითხზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ხელისუფლების გაცხადებულ მიზანზე გააკეთა აქცენტი. დოკუმენტში ნახსენები არ არის ნატოს დაპირება უკრაინისა და საქართველოს სამომავლო წევრობაზე, როგორც ეს წინა სამიტების კომუნიკეებში იყო. როგორც ბატონმა რუტემ გარკვეულად გაღიზიანებით აღნიშნა, წარსული ვალდებულებები უკვე გაცხადებულად ითვლება და არ საჭიროებს გამეორებას. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შემცირდა ნატოს мотиваცია, რომ აქტიურად ისაუბროს გაფართოებაზე. აქედან გამომდინარე, არავის უგვირს ასეთი ნაბიჯები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გაცხადებული მიზანი, თუმცა ვაკვირდებით პრაგმატულად იმ პროცესებს, რომელიც წარიმართება თავად ნატოში, ხო? ეს არის ჩვენი დღევანდელი დამოკიდებულება. ნახოთ მომავალში როგორ წარიმართება პროცესები. ფაქტობრივად 2008 წლის ბუხარესტის სამიტის შემდეგ რეალური ნაბიჯები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნატოს მხრიდან არ გადადგმულა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეფორმები დემოკრატიის კუთხით და განსაკუთრებით ჩვენი თავდაცვის ძალების თავსებადობის კუთხით ნატოსთან მიმართებაში მართლაც უმაღლეს დონეზე აიყვანა. ჩვენი კონტრიბუცია ნატოს ოპერაციებში, მათ შორის ავღანეთში იყო ნამდვილად თვალსაჩინო. რით არის ეს გამოწვეული? გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ ეს გადაწყვეტილებები მყარად მიღებული.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესპიკერი ოპოზიციის ლიდერების დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს და წერს, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება. ამ განცხადების საპასუხოდ პოლიტიკური შეფასებები კეთდება პრემიერ-მინისტრი გარეთ ძალების პასუხისმგებლობასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მისი თქმით ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი სანქციებია დადგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის. საქართველოს ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, საპირისპირო იმისა, რაც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება. ყველა შეუძლია პირველ რიგში გადახედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობა, სადაც ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი სანქციები არის დადგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის, ეს ერთი. და მეორე, როდესაც საუბარია უცხოელებზე, რომლებიც ახალისებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ თავად უნდა ეკისრონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება. ხო, რეალურად ისინი არიან და სწორედ ის სუბიექტები, რომლებმაც გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. ეს ჩვენ არ გავიგეთებია. ეს გააკეთეს სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა. რატომ? იმიტომ რომ ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც დასრულდა სრული ფიასკოთი. ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა. სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს, როდესაც სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, რუსთავიორის თუ სხვათა საქმეებზე სტრასბურგის სასამართლო ყოველ ჯერზე ამხელდა ამგვარი ჩარევის უსამართლობას. ევროკავშირის ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ევროპული ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყვნენ, წესით სტრასბურგის სასამართლოს ყოველი მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ ქართულ ხალხს მათგან ბოდიში უნდა მოისმინა, თუმცა ნაცვლად ბოდიშისა ქართულ სახელმწიფოზე უსამართლო თავდასხმებსა და იმავე მანკიერ წრეზე სიარულს ხედავთ. ალბათ ყველა ზღვარს გადავიდა ბრიუსელის ბიუროკრატია, როდესაც დანაშაულში ბრალდებულებს და კონკრეტული სამართალდამრღვევის დაპატიმრებას ისინი დემოკრატიისთვის რაღაც ზიანის მიყენებას უწოდებენ და ამგვარად აცხადებენ ამ ფაქტს. მათი ქვეყნების შემთხვევაში აღნიშნული დანაშაული გაცილებით მძიმე სასჯელით ისჯება. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებული წინააღმდეგობა იმის მაჩვენებელია, რომ ის უკიდურესად არის დასუსტებული. ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მძიმედ დამარცხდება, რაც მთავარია იმისთვის, რომ გაგრძელდეს თითოეული მუნიციპალიტეტის შეუფერხებელი განვითარება. ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რასაც ყველა ხედავს, მთელი საზოგადოება ხედავს, რამდენად დასუსტებულია. ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს ისინი საკუთარმა პატრონებმა. ასე დროს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობების ხარისხი იზრდება ხოლმე და ამიტომ ვერ ყალიბდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოიმოქმედონ თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით. ჩვენთვის არის სულ ერთი, ასეც და ისეც ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდება. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის შეუფერხებელი განვითარება. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციისა და ტელეიმედის დარბევის საქმეზე მორიგი სასამართლოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე ჟურნალისტი თეა სიჭინავა დაიკითხა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედში შეჭრის და დარბევის ეპიზოდი. შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულია აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის თურქულ მხარესთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. ბიუჯეტის შესრულებაზე დღესვე ანგარიში წარადგინა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა. ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით
ჩვენ აღები პარამეტრები. ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები შესრულებული გვაქვს 100.4%-ით, 25 მილიარდ 722 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა შემოსავლება, მათ შორის, რა თქმა უნდა, მთავარი წყარო იყო საგადასახადო შემოსავლები, რომლის მოცულობამაც შეადგინა 23 მილიარდ 290 მილიონი ლარი. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თქვენი თანხმობით გასული წლის ბოლოს გავზადეთ 900 მილიონი ლარით და შეადგინა 25 მილიარდ 930 მილიონი ლარი, საქართველოს ხარჯმა შეადგინა 25 მილიარდ 946 მილიონი ლარი, შესაბამისად 100.1%-ია შესრულების მაჩვენებელი. ჩვენ გვქონდა დეფიციტის უფრო დაბალი მაჩვენებელი და ვალის უფრო დაბალი მაჩვენებელი, რაც რა თქმა უნდა, ყოველთა დადებითად შეიძლება შეგვასწროს. ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული 113 საწარმოდან 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წრიურ ანგარიში ინფორმაცია წარმოდგენილია 82 საწარმოს შესახებ. გასული წლების მსგავსად 2024 წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ მხოლოდ დეკემბრის თვეში დახარჯული თანხების ოდენობამ 3.4 მილიარდი ლარიდან მთლიანად გადასახდელების 13.1% შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული 115 პროგრამიდან ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდა 105 პროგრამაში და დაზუსტების ჯამურმა თანხამ 566.5 მილიონი ლარი შეადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო ვალის პორტფელის ნახევარი ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებშია წარმოდგენილი, გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯები. TBC კაპიტალის ანგარიშზე 3 მილიონ ლარს ყადაღა დაედო სასამართლომ გადაწყვეტილება დაზარალებული ბიზნესმენის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. საუბარია იმერეთი გრინერის საქმეზე, სადაც TBC კაპიტალის კლიენტებს მომგებიან ინვესტიციას თავაზობდნენ, აყიდნენ ობლიგაციები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხაზარაძე ჯაფარიძის მფლობელობაში არსებული კომპანია გაკოტრების პირას იყო. საბოლოოდ მწვანილის ბიზნესში ჩადებული მილიონები დაიკარგა. ბიზნესმენ ალექსანდრე ამაშუკელის ადვოკატი ამბობს, რომ ხაზარაძე ჯაფარიძის მხრიდან სავარაუდო თაღლითური სქემის შესწავლა პროკურატურას მოსთხოვეს. TBC კაპიტალის ადვოკატი ქრონიკის ზარებს არ პასუხობს. წერილობით პასუხი ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული საკითხი შეეხება 2017 წელს შეფასე იმერეთი გრინერის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, სადაც TBC კაპიტალს ჰქონდა შუამავლის როლი. დღეს მიმდინარეობს სასამართლო დავა და TBC კაპიტალი ატარებს ყველა საჭირო სამართლებრივ მოქმედებებს მისი ინტერესების დასაცავად, ნათქვამია განცხადებაში. სასამართლოს მიერ დაყადაღებული იქნა TBC კაპიტალის ანგარიშები, რომლებიც განთავსებული ჰქონდა ანაბარზე, სააქციო საზოგადოება TBC ბანკში, მოცულობა გახლავთ 3 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებში აიგრძალა TBC კაპიტალს აღნიშნული თანხების განკარგვა. ბოლოში რომ არ მოხდეს იგივე შემთხვევა, რაც მოხდა წინამდებარე იმერეთი გრინერის საქმეზე, რომ არ გაკოტრდეს და შემდეგ ისევ არაუზრუნველყოფილმა კრედიტორებმა რომ ვერ შეძლონ და ვერ ამოიღონ აღნიშნული თანხები, ამის პრევენცია ხდება. ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, გარდა იმისა, რომ ისინი არიან მესაკუთრეები გარკვეული რაოდენობის წლების სააქციო TBC ბანკში, ამავდროულად იმ პერიოდისთვის TBC ბანკის სამმართველო საბჭოს თავმჯდომარე იყო მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე. როდესაც ხდებოდა ხოლმე შეთავაზება ჩემი კლიენტისთვის ასევე სხვებისთვისაც, ისინი ყოველთვის ახსენებდნენ, რომ ეს ამ ინვესტიციის უკან იდგნენ ესეთი მაღალი რეპუტაციის რეპუტაბელური პიროვნებები, ბიზნესმენები, როგორც არის მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. სავარაუდო თაღლითობის ფაქტებზე ცალსახად წარდგენილი გვაქვს საჩივარი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვა ყველა იმ პიროვნების მიმართ, რომლებიც შეიძლება გამოიკვეთონ, რომ სავარაუდო თაღლითობის ფაქტებთან მიმართებით შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ადამიანის ჩართულობა. ამიტომ ეს არის უშუალოდ ექვემდებარება ფინანსური პოლიციის გამოსაძიებელი საქმე არის, რადგანაც აქ არის საუბარი კოლოსალურ თანხებზე. ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნა. დიასამიძე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის 2022 წლიდან დღემდე იკავებდა მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის პოზიციას. დიასამიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით განათლება კეთილდღეობის კატალიზატორი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. სამდღიანი კონფერენციის მიზანია განათლების როგორც პიროვნული და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალის წარმოჩენა და ამ კუთხით უნივერსიტეტების როლის ხაზგასმა.
საერთაშორისო კონფერენციებზე ხდება როგორც ქართული ისე უცხოელი აკადემიური წრეების წარმომადგენლების მოსაზრებების გაცვლა, განხილვა იმ სიახლეებისა თუ რაც ჩვენ გვაქვს და რასაც საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აპირებს რომ დანერგოს უმაღლესი განათლების მიმართულებით, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობა და გამართვა საქართველოში, თბილისში, სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები თავისი ხარისხით ძალიან მაღალი სტანდარტის განათლებას იძლევიან. ისინი არიან ერთგული პარტნიორები და ამასთანავე დამსახურება უნდა, რომ ესეთი ღონისძიების ჩატარების ორგანიზება განდონ. აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე და ეთნოგრაფიული აჭარა. აჭარის შესახებ აკადემიური გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში, წიგნები ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით მომზადდა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გამოიცა. ორივე გამოცემა მნიშვნელოვანია არა მარტო სამეცნიერო წრისთვის, არამედ საქართველოსა და აჭარის რეგიონით დაინტერესებული პირებისთვის. დღეს საზოგადოებას წარუდგინეთ ორი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ვფიქრობ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა და ამავდროულად ერთგვარი არქივიც სამომავლოდ ახალგაზრდებისთვის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის და ეს არის ის პროექტი, რომელსაც ვფიქრობ სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდებოდა, რადგან მასში არის თავმოყრილი ჩვენი მეცნიერების, მკვლევრების ძალიან ბევრი მიგნება. აღნიშნული წიგნი ემსახურება აჭარის შესახებ არსებული მთლიანი ინფორმაციის, მთლიანი ისტორიის ნარკვევებად გადმოტანას, მასში მონაწილეობდა 20-ზე მეტი მეცნიერ-თანამშრომელი, მკვლევარი და ვფიქრობ, რომ აღნიშნული წიგნი იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენი აჭარის ისტორია სამზეოზე უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი. დღემდე არ ყოფილა აჭარის ისტორია ერთ წიგნად და ჩვენ შევძელით, რომ აჭარა უძველესი დროიდან წარმოგვედგინა მისი ისტორია, ყოფა, კულტურა, ფოლკლორი, დიალექტოლოგია და ფაქტურად თანამედროვეობამდე კომპლექსურად წარმოგვედგინა და მიგვეწოდებია დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ქრონიკა 17 საათზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში ეთერს თეასი ჭინავა განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნაყოფს.